ბრეკეტების მკურნალობა რა საკიდან არის რეკომენდებული? ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ სანამ ამაზე გიპასუხებ, ერთი რაღაც უნდა დავამატო. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ვთქვა ეხლა და ამის გათვალისწინებით ძალიან ბევრი ბავშვი შეიძლება სერიოზული პრობლემებისგან და პათოლოგიისგან დავიცვათ. პირველი ვიზიტი ექიმთან უნდა მოხდეს დაახლოებით 4-5 წლის ასაკში. ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბრეკეტებით მკურნალობა იწყება და რატო? ბავშვი როცა არის პატარა, შეგვიძლია სახის ცვლილების სწორ განვითარებაზე და ზრდაზე ვიმუშაოთ. მაშინ როცა ბრეკეტების ასაკში უკვე მხოლოდ ხვილებზე ვმუშაობთ. თუ დროულად მოხდა მომართვიანობა, ვეხმარებით და ვასტიმულირებთ სწორ ზრდას, ვაუმჯობესებთ ფუნქციებს, ამით ხელს უწყობთ ჰარმონიული სახის ჩამოყალიბებას, სახის ცვლილების სწორ ფორმირებას და შეიძლება ბრეკეტები ავიცილოთ კიდეც თავიდან. სწორი ჭარებით. თუმცა ბრეკეტები სადღაც 11-12 წლიდან იწყება, მაშინ როცა ადამიანი ყველა სარძავი კვირს მოიცვლის და მოდმიკულებზე ფიქსირდება. თუმცა ახაც გვაქვს გამონაკლისები, არის შემთხვევები, როცა უფრო ადრე ვაფიქსირებთ ბრეკეტებს. ამას ჩვენება თავისი, ამას უკვე ორთოდონტი წყალს ვისცემ. თუმცა აქვე დავისწრებ მაშინ, რომ ბრეკეტებით მკურნალობა შეგვიძლია იქამდე სანამ ადამიანს კბილები აქვს. ანუ ყავს 40 წლის პაციენტები 45-50-იც კი და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.